გრიგოლ ლილუაშვილი, სუსის აწუკე ყოფილი მინისტრი, ვერ იქნება, ვერ გახდება, ახლა რომ იქმნება თუ უკვე შეიქმნა რეგიონული განვითარების სამინისტრო, იმ სამინისტროს ამ უწყების ხელმძღვანელიც კი და ვერ იქნება ერთი მარტივი მიზეზის გამო, ირაკლი კობახიძემ საქართველოს პრემიერ-მინისტრად მომუშავე დე-ფაქტო პრემიერ-მინისტრმა მას კარისაკენ მიუთითა, მან კობახიძემ მას ლილუაშვილს უთხრა, რომ ახლა შენ ამ ოთახიდან უნდა გახვიდეო და ლილუაშვილიც გავიდა, სხვა რა გზა ჰქონდა. ინციდენტი კი შეეხო იმას, რომ ლილუაშვილმა გაიგორა, რომ მას სუსის უფროსის თანამდებობიდან ვადაზე ადრე ანთავისუფლებდნენ, მას ოქტომბერში მართლმსაჯულებს ბატონი კობახიძე ისედაც გაზდიოდა ვადა და ნიშნავდნენ რეგიონული განვითარების სამინისტროს ხელმძღვანელად, მან გრიგოლ ლილუაშვილმა მოითხოვა, ბუნებრივია, რომ ასეც არის, საკუთარი გუნდის ნაწილის, მოდი ასე ვთქვათ, გადაყვანა ამ ახლად შექმნილ უწყებაში რეგიონული განვითარების სამინისტროში, თუმცა ირაკლი კობახიძემ მას მტკიცე უარი სტკიცა და უთხრა, რომ ასე არ არის და გრიგოლ ლილუაშვილის კადრებს ის სულაც არ ენდობა და ვისაც ის იტყვის, ანუ კობახიძე, ვისაც დაასახელებს, სწორედ ისინი იქნებიან ამ უწყების ხელმძღვანელის მოადგილეები, ანუ ლილუაშვილის მოადგილეები. ლილუაშვილს უნდა თუ არა სუსიდან ხალხის გადმოყვანა ვერ გეტყვით, მაგრამ იმას კი გეტყვით, რომ ამ სუსს, რომელიც საკრიტიკოა, რასაკვირველია, ლილუაშვილის ხელმძღვანელობით მოქმედ სუსს და თანამშრომლებს სუსისა, ირაკლი კობახიძე პირდაპირი ხაზით დაკავშირებული ფსბ-სთან, რასაკვირველია, ბოლომდე ვერ ენდობა და არ ენდობა, მან ირაკლი კობახიძემ რუსეთისაგან, ბორტნიკოვისაგან, პატრუშევისაგან, ბესედასაგან, ივანოვი პეტროვის სიდოროვისაგან, მისი უშუალო კურატორებისაგან, ნაჩალნიკებისაგან მიიღო ამგვარი ბრძანება, განკარგულება, ინსტრუქცია, რომ ეს ახალი უწყება, რომლის ფუნქციებიც საბოლოო ჯამში არც არავინ იცის, დაკომპლექტდეს მხოლოდ რუსეთის მიმართ ერთგული კადრებით, რომლებსაც ფსბ კობახიძეს თავად შესთავაზებს, აქ რიგით თანამშრომლებზეც არის საუბარი, ცხადია, მაგრამ უფრო რასაკვირველია საუბარი არის მაღალ პოზიციებზე, ხო, მოადგილეებზე, დეპარტამენტების უფროსებზე და ასე შემდეგ. ხო და ლილუაშვილს კი უნდოდა საკუთარი კადრების გადაყვანა, წაყვანა ამ ახალ უწყებაში, რომლის ფუნქციებიც აკი გითხარით გაურკვეველია, მაგრამ არაო, უთხრა ირაკლი კობახიძემ. ახლა ოდნავ გადაუხვევთ თქვენის ნებართვით, ისიც თქვენ, რომ ქართული რუსული ოცნების წარმომადგენლები საზოგადოებაზე, რომელიც მას უპირისპირდება, მას აკრიტიკებს, მის გაშვებას, მის გაგდებას ლამობს, მის გაშვებას ცდილობს, ეს ქართული რუსული ოცნება ამ საზოგადოებას მიუთითებს ხოლმე, ოჰოპ, ნუ ღელავთო, თქვენ კუთხეში ხართ მიმწყდეულებიო, თქვენ ისტერიკაში ხართო, თქვენ მძიმე მდგომარეობაში იმყოფებით და სულ რაღაც 400 თუ 600 კაცი ხართ დარჩენილებიო, რაც რასაკვირველია, სიმართლეს არ შეესაბამება არც ერთი, არც მეორე, არც მესამე, არც მეოთხე პოსტულატი, მაგრამ მე უპასუხებ ასე ბატონ კობახიძეს და საერთოდ მათ, ვისაც გონია, რომ ჩვენ ცოტა დაბნეულები ვართ და ცოტა არ ვიცით, რას ვაკეთებთ ჩვენი პრობლემები რასაკვირველია გვაქვს, არც ამას უარყოფ, მაგრამ საპასუხო არის ამგვარად ავღელდებოდი, ბრავლობითში თქვათ, ავღელდებოდით თქვენ რომ გგავდეთ, ჩვენ არაფერი ჩაგვიდენია ისეთი, რაც ჩვენივე აღელვების საფუძველი შეიძლება იყოს. რაც შეეხება თემას, რატომ იქმნება ეს უწყება ახალი რეგიონული განვითარების სააგენტო, რომლის ხელმძღვანელიც ვეღარ იქნება სუსის აწუკე ყოფილი ლიდერი ბატონ ლილუაშვილი და იქნება ბატონი გულედანი, რა თქმა უნდა, ხერხე მასეც ვიტყვი ორ სიტყვას, უკვე შემდგომ ბლოგის მიმდინარეობისას კი არა ბოლოსკენ, რატომ იქნება და არც არავინ არ იცის. ერთის მხრივ კობახიძეს
აქვს წველი სურვილი დავალება უფრო ზუსტი რომ ვიყო, რომ შეიქმნას ეს უწყება, რომელიც პარალელური სტრუქტურა იქნება ქარცელაძე როა მინისტრი ინფრასტრუქტურისა იმგვარი ფუნქციებით დატვირთული აღჭურვილი. მაგრამ მეორე მხრივ უნდა იყოს რუსული FSB-ს ხაზის პირდაპირი გამტარებელი, პოლიტიკის გამტარებელი რეგიონებში, განსაკუთრებით რეგიონული თვითმმართველობის არჩევნები რომ გაიმართება და შესაძლოა დაემთხვეს ამ ყველაფერს დაამთხვიოს რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები, თუმცა არც რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნებს და არც ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს აზრი რო არ იქნება ოპოზიციის ძირითადი ნაწილის აკრძალვის შემთხვევაში და შედეგად ეს კი ვიცით და ამაზე გვისაუბრია. დიახ, ეს ყველაფერი როგორც ჩანს ამ მიმართულებით მიდის, მაგრამ არსებობს კიდევ ერთი მიმართულება, რომელზეც ახლა არასრულ ერთ წუთში დავიწყებ საუბარს, მანამდე კი ვეტყვი ბატონ ივანიშვილს რაღაცა შექსპირის ჰამლეთის ენით ვეტყვი, ხო, ჰამლეთის სიტყვებით ვეტყვი რაღაც დამპალა დანია თქვათ საქართველოს ბიზინა ივანიშვილის სამეფოში და თვალსაჩინოება რომ რაღაცა დალპა, რაღაცა ლპება, რაღაცა ისე არ არის, როგორც ქერო როგორც უნდა რომ იყოს ბატონ ივანიშვილს, თვალსაჩინოება არის აი ეს გაუგებრობა მომხდარი ლილუაშვილის თავს და ლილუაშვილთან დაკავშირების. ხოთაშორის ამ საკითხის შესახებ არაერთ ანალიზს, სახელდახელო ანალიზს გავეცანი. ერთ-ერთის ავტორი არის დავით ზედელაშვილი, რომელიც ამგვარ ლოგიკას, ამგვარ ხაზს მიხვება, ამგვარ ლოგიკას ანვითარებს, რომ თუ ემანდ მოხდარობს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ხელმძღვანელი ანზორ ჩუბინიძე და შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაურიც რა გინდა რა მიზეზით მოხსნეს, გაანთავისუფლეს, სახლში გაუშვეს ამ პროცესების შემდეგო, ეს ნიშნავს იმას, რომ აქ მყარდება არაერთ პიროვნული და ძალიან მძიმე არასაკვირველი, არამედ პარტიულ სტრუქტურირებული დიქტატურა, ანუ რას ნიშნავს ეს, რომ განვმარტოთ და მე ვეცდები განვმარტოთ ჩემი ენით, კერძოდ იმას, რომ რუსეთი კვერცხს არდებს ერთ ბუდეში, ანუ ბიზინა ივანიშვილის ბუდეში, ემანდ იმის შიშით, რომ ბიზინა ივანიშვილს მიზეზთა გამო არ გადაუტრიალდეს ტვინი და უცებ არ შეცვალოს კურსი. აქ რუსეთი მრავალ ბუდეში, რამდენიმე ბუდეში დებს კვერცხს, დივერსიფიკაციას აკეთებს ბუდეებისა თუ კვერცხებისა და ჩეკავს ახალ საყრდენებს და ერთ-ერთი საყრდენი ბიზინა ივანიშვილთან ერთად ყოფი რასაკვირველია, მაგრამ მეორეს მხრივ ბიზინა ივანიშვილისაგან დამოუკიდებლად მოქმედი FSB-ს ლოდიში კარნახით ბესედა იქნება ეს ბორტნიკოვი თუ პატრუშევი თუ სხვების სიდოროვი ივანოვი პეტროვი ესე დასახელებ, ხო? ესე ვასახელებ უშუალოდ კობახიძის კურატორ ნაჩალნიკებს, აი კობახიძესაც ეყრდობა დამოუკიდებლად იმისა ეყრდობა თუ არა ბიზინა ივანიშვილს რუსეთის შესაბამისი სპეცსამსახურები. და ეს ამგვარ სტრუქტურას ქმნის რუსეთი, ინფილტრაცია ხდება უკლებლივ ყველგან აბსოლუტურად სახელმწიფო უწყებებში, სწორედ რუსული სპეცსამსახურებისა. მე დაგპირდით, რომ ორ სიტყვას ვიტყოდი ბატონ კახა გულედანზე, მე მას ესე შორიდან ვიცნობ, გულახდილად გეტყვით და არ მინდა ამის დამალვა, რასაც ვიცნობ და როგორც ვიცნობ, ის არის წესიერი, პატიოსანი კაცი, შრომის მოყვარე კაცი, გამრჯე კაცი, ძალიან, ანუ კიდურესად წესი, მე როგორც ვიცნობ ყოველ შემთხვევაში, ესეთი სწორად მოაზროვნე კაცი, თუმცა არ მიწყენს ბატონი კახა, თუ ვიტყვი, რომ ის ვერაფრის გადამწყვეტი ვერ იქნება ამ ახალ უწყებაში, თუ კობახიძის მიერ შერჩეული მოადგილეები, შავი სამუშაოების შემსრულებლები და რეგიონების მოსახლეობის მომხელთებლები ეყოლება მას გვერდში და ეს რეგიონების მოსახლეობის მომხელთებლები არსებით ზეგავლენას მოახდენენ მოსახლეობაზე რეგიონებში, სოფლად, შედარებით პატარა ქალაქებში, დაბებში, პატარა ქალაქებში, შესაძლოა დიდ ქალაქებშიც, ჩვენი მასშტაბით დიდ ქალაქებში და ისინი ოცნების მომხრეებად
ცუდი სიტყვა, მაგრამ ჩამოაყალიბ უბიძგებენ საზოგადოებას, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები იქნება თუ რიგარეში საპარლამენტო არჩევნები ამ მოქალაქეებმა ესე ჯგუფურად მისცენ ხმა თითქოს რა უჭირს ხო ქართულ ოცნებას თითქოს ისედაც აქვს ეს გაყალბების არაერთი მექანიზმი და აქვს მაგრამ მას უფრო ზუსტად FSB-ს სჭირდება 1000%-იანი გარანტია და გეტყვით რატომაც ამაზე ჩვენ გვისაუბრია რამდენიმე ხნის წინ 26 ოქტომბერს პრინციპში რუსეთს თუ ამ კუთხით შევხედავთ ჩაუვარდა საკუთარი სპეცოპერაცია მას რუსეთს მართლა სურდა რომ საკონსტიტუციო უმრავლესობა 13 დეპუტატი გაეყვანა ქართულ ოცნებას საქართველოს საკანონმდებლო ორგანოში და შეეცვალა კონსტიტუცია და შეეცვალა თავიდან ბოლომდე და ერთიანად ეს კურსი ჩვენი ქვეყნისა და ამ კუთხით თუ ვიმსჯელებთ სულაც არ გამოუვიდა ეს ყველაფერი არ გამოუვიდა მან გაიყვანა ისიც ძალის ძალადობით 99 დეპუტატი აქედან 19-20 აბსოლუტურად უკანონოა და ეხლა თუ დანიშნა საპარლამენტო არჩევნები ოღონდ ოპოზიციის გაუქმების კვალდა წილ ხო მაშინ მართლა უნდა რომ 113-114 დეპუტატი გაიყვანოს დანარჩენი შესაბამისად რაღაც 36 მიუგდოს მის მიერვე მართულ ოპოზიციას ხალხის ძალად წოდებულ რომელიც ცხადია მისი ნაწილია და იაგო ხვიჩიას თუ ახო მიგრელიშვილის გიც და კიდე არ ვიცი ვიღაცებს შექმნის ან სულაც არ შექმნის და ვიღაცები თავად წავლენ ადგილობრივი თვითმმართველობის კი არა საპარლამენტო არჩევნებზე და ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე და კიდევ ერთხელ იწვევენ მარცხს 114 დეპუტატი სჭირდება იმიტომ რომ ამბობს ამგვარ რამესცა ქუდად არ მიმაჩნია და დედამიწა ქალამნად რასაც მინდა როგორც მინდა გავაკეთებ შევცვლი კონსტიტუციას საქართველოს დავაკარგინებ აფხაზეთს გავაკეთებ კონფედერაციას საქართველოში დავაკანონებ რუსეთის ჯარს ჩვენ უარს ვიტყვით ოფიციალურად ნატოზე საკონსტიტუციო უმრავლესობა თუ ეკნება ასაკვირველია ამას მოახერხებენ ევროკავშირში წევრიანებაზე უარი ვთქვით ნეიტრალიტეტს გამოვაცხადებთ საქართველოსი ოპოზიციას აკრძალავთ პიროვნებებს შევავიწროვებთ პიროვნებებს დავიჭერთ პიროვნებებს გამდევნით პიროვნებებს დავაშინებთ და ასე შემდეგ და ამისთვის ვჭირდება ქართული ხალხის მანდატი და მიუხედავად იმისა რომ ძალიან ცოტა ამგვარი სცენარით მოვლენების განვითარების შემთხვევაში ძალიან ცოტა ამორჩეველი მივა უკვე მომავალ საპარლამენტო თუ ადგილობრივ არჩევნებზე ან ორივეზე თუ ორივე ერთად გაიმართა ოქტომბრის დასაწყისში მიმდინარე წლისა ცოტა ამორჩეველი კი გამოცხადდება მაგრამ ცოტა ამორჩევლის მიერ მიზღებული ლეგიტიმაციად მიიჩნევა ქართული რუსული ოცნების მიერ. ეხლა ბიზინა ივანიშვილს მე რასაკვირველი ადვოკატად არ დავუდგები არც ერთ შემთხვევაში, რომ უკლებლივ ყველაფერი რაც ხდება ამ ქვეყანაში არის მისი ბრალი, თუმცა მის ბჭყალებში გასამართლებლად კი ვიტყვის შემდეგს, რომ უნდა იცოდეს, რომ რუსეთი მის გარდა სხვებსაც ეძებს და პოულობს, სხვებსაც ეყრდნობა, რომლებიც მისი ერთგულები არიან ან თითქოს არიან, მაგრამ ლახვარს კეისარი ვახსენე ხო კეისარი არ არის ახლა თქვათ ბიზინა მაგრამ ლახვარს ზურგში კი ჩასცემენ და შენს ხო შეუძლია ბიზინა ივანიშვილს მოტრიალდეს ზურგით და უთხრას ირაკლი კობახიძეს შენს ირაკლი ერთ-ერთია ვინც ჩაარტყავს ზურგში დანას ერთ-ერთი ბრუტუსია ვინც ჩაარტყავს ზურგში დანას ბიზინა ივანიშვილს, თუმცა თავად ბიზინა რასაკვირველია იულიუს კეისარი არ არის. მე გამახსენდა რომ უნდა მეხსენებინა ვახო გომელაური კი არა ვახსენე ანზორ ჩუბინიძეც და არ მიხსენებია ეხლა ვი უნდა ვახსენო და რა ქვია იმ პატარა ბიჭს მხოლოდ კამერების წინ რომ პოზირებს და სხვა მისი ფუნქცია მოვალეობა მისი არც არაფერი ყოფილა ამდენწლიანი მუშაობის განმავლობაში აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარედ ლიდერად და ის მარტო ესეთი ხან მარცხნიდან უდგებოდა კენონის მარკ ორებს თუ რა კამერების მუშაობდა ემუშავებოდა რა კამერებითაც მუშაობდნენ მასზე და ხან მარჯვნიდან, ხან ამ ფასში და ხან პროფილში და უნდა ვახსენო თორნიკე რიჟვაძე ეს ტალეირანი მეთქი ცხადია ბჭყალებში ცხადია ირონიით ქართული პოლიტიკისა წავიდა და ესეთი გულისამაჩუყებელი განცხადება გააკეთა რომ იგით ჯარისკაცად დაუდგები ჩვენს ქვეყანას კარგია დაუდგეს იგით ჯარისკაცად აბარა თუმცა მინდა გითხრათ რომ თორნიკე რიჟვაძის სთან დაკავშირებით ეს მთლად მარტივად არ არის საქმე თორნიკე რიჟვაძეზე
ერთგული სჭირდება ხსენებულ FSB-ს, ესეთი პირდაპირი აგენტი. თორნიკეს რასაკვირველი აგენტი იყო, არის და იქნება, მაგრამ კიდევ უფრო პირდაპირი აგენტი სჭირდება კონკრეტულად აჭარის ავტონომიურ ოლქში, რესპუბლიკაში, რუსეთს და კობახიძეს ეს გადაწყვეტილება მიაღებინა FSB-მ. უახლოეს მომავალში გამოჩნდება, ვის დანიშნავენ, რომელ მონას დანიშნავენ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ლიდერად. თორნიკე რიჟვაძეს თუ დავსინოდით, შესაძლოა ეს დასაცინი სულაც არ იყოს, ის იყოს ესე პირდაპირ ხა ალბათ რუსული გვარი, ალბათ კი ნამდვილად არ ექნება რუსული გვარი, ხო, პეტროვი არ იქნება ივანოვი თუ სიდოროვი, მაგრამ ჩვენ კი დავინახავთ, რომ მისი აი ახლად დანიშნულის ბექგრაუნდი იქნება მკვეთრად რუსული, მკვეთრად პრორუსული აქცენტები ექნება მას გაკეთებულ დასმული მისივე ბიოგრაფია საჯარო გამოსვლებში. რაც შეეხება თორნიკეს რიჟვაძეს დაგენანება კაც ის და მაინც ამერად ჩემთვის ცნობილია არაევროპულ ქვეყანაში რასაკვირველია, მაგრამ ის თლად უსაქმოდ ვერ იქნება, როგორც არ დარჩება, როგორც რიგითი ჯარისკაცი ჩვენი ქვეყნისა და ერთ-ერთ ქვეყანაში უმპირებენ მას გამწესებენ მას ელჩად, ცხადი ევროპული ქვეყანა არ იგულისხმება. ეს პარემ რო ვიცოდეთ, მაგრამ ესეთი მეორე თუ მესამე ხარისხოვანი ქვეყნები არ არსებობს. მეც თუ არ წამომწდეს რამე ცუდი სიტყვა, მაგრამ ისეთი საქართველოსთვის არამმნიშვნელოვან ქვეყანაში წავა ბატონი თორნიკე ელჩად და ასაკვირველია ქალბატონი მაკა ბოჭორიშვილი სწორედ მას დანიშნავს. ასაკვირველია ბატონი კობახიძის FSB-ს ბორტნიკოვ, პატრუშევ ბესედას და სიდოროვ პეტროვ ივანოვის მოთხოვნით ბატონ რიჟვაძეს, რომელიმე კვლავ არ ვიცი, მაგრამ რომელიმე მეორე ხარისხოვან ქვეყანაში თუ ამგვარი ქვეყანა არსებობს და თუ კარგად გესმით, რასაც ვლაპარაკობ. ბატონ ივანიშვილზე მინდა ორიოდე სიტყვის თქმა. ბატონმა ივანიშვილმა ის ხომ იცით, რომ ბატონ ივანიშვილი ჩალიჩობდა გადასკუპებას, არასწორი სიტყვა, ამერიკის შეერთებულ შტატებთან ურთიერთობის დალაგებას. ის ხომ იცით, რომ ჩემი ინფორმაციით 12 მილიონი დოლარი გადაიხადა მან ლობისტურ კომპანიებში იმისათვის, რომ ამ ლობისტურ კომპანიებს როგორღაც გაეჩარხათ საქმე ვაშინგტონში. ის ხომ იცით, რომ ეს ყველაფერი ვერ მოხერხდა, სხვათა შორის ლილუაშვილთან დაკავშირებით მე არ მახსოვს ამ ვიდეო ბლოგში კი მინდოდა თქმა, ლილუაშვილი ის კაცია, გავიხსენებ და თუ ვიმეორებ ამას ძალიან დიდი ბოდის გიხდით, ხო, აღარ მახსოვს 17 წუთის წინ თქვი თუ არა, ეს 15 წუთის წინ. ლილუაშვილი ამერიკაში იმყოფებოდა შარშან ივლისში, გაგანი ამბები რო იყო დაწყებული საქართველოში, ბიძინა ივანიშვილის დავალებით და არანაირი ფორუმს დაესწრო ფორმალისტური თვალსაზრისით უსაფრთხოების დაობაზე ფორუმს, მაგრამ საბოლოოდ ბიძინა ივანიშვილის დავალება იყო ამგვარი, რომ გაერკვია ბატონ გრიგოლს რა ფერის ბარათი აუნთო შეერთებული შტატების იმხანად ბაიდენის ადმინისტრაციამ წითელი თუ ჯერაც ყვითელი თუ ყვითელსა და წითელს შორის გარდამავალი ფერი. ლილუაშვილმა ჩამოუტანა ინფორმაცია ივანიშვილს, რომ ბაიდენის ადმინისტრაცია უკვე წლის ბოლოსთვის იქნებოდა დაუნდობელი და ასეც მოხდა. აქვე გავიხსენებ კობახიძესთან დაკავშირებულ ერთ ინციდენტს ბატონ ლილუაშვილისა, კვლავ ვიმეორებ ამ 18 წუთის წინ მე თქვი თუ არა აღარ მახსოვს, მაგრამ კი უნდა ვთქვა, იცით თქვენ, რომ კობახიძემ უსაოცარესი განცხადება გააკეთა არც თუ დიდი ხნის წინ, როდესაც თქვა, რომ ვარჰეიმო, აი ეს ვარჰეია, ეს ყველა შორის, რომელიც მისი, ანუ კობახიძის ძმაკაცის, კობახიძისა და ხარიბაშვილის ძმაკაცის, ორბანის ძმაკაცია, ანუ ამათი ეგრეთ წოდებული ჩერეს ძმაკაცი გამოდის. ვარჰეიმ მითხრა, რომ კომისარი კაცია ეს ვარჰეი, უბრალო კაცი არ გეგონოთ. თქვაო, მითხრაო მეო, შენს იგივე ბედი გელის გაფრთხილდი, რაც სლოვაკეთის ლიდერს რობერტ ფიცოს ხვდა წილადო და ლილუაშვილი იყო ის კაცი, რომელმაც პირველმა საჯარო პირებიდან ერთგვარად დისტანცირება მოახდინა
ქართული ოცნების ძირითადი გუნდისაგან და ის კი არ თქვა, რაც კობახიძემ თქვა, რომ დამემუქრა ვარხეიო, რაც რასაკვირველია ტყუილია და სიგიჟია და აბსოლუტური სიგიჟია, არამედ ის თქვა, ლილუაშვილმა შედარებით გაწონა სწორებულმა, ნახეთ ვის ვახებ ახლა მე ჩემდა გასაკვირად, მაგრამ კობახიძესთან შედარებით უკლებლივ ყველას შექება შეიძლება ალბათ, ან ბევრის ყოველ შემთხვევაში, ლილუაშვილმა თქვა, რომ ეს არ იყო არანაირი მუქარა ვარხეის მხრიდან, ეს იყო უბრალოდ გაფრთხილებაო და მაქსიმალურად ეცადა ერთის მხრივ დისტანცირებას ქართული ოცნების ძირითადი აი ამ დაბოლილი FSB-ს აგენტი გუნდისაგან და მეორე მხრივ ვითარების დააბალანსებას, როგორ უნდა ვაქოთ ეხლაც უკვე ყოფილი მინისტრის უსისა ბატონი ლილუაშვილი, რომელიც აუხდა აი გუშინ საღამოს მოხდა ეს ამბავი ბატონ კობახიძეს და უთხრა, რომ მე არავითარ შემთხვევაში არ წავალ თუ ჩემი პოლიტიკის გატარების შესაძლებლობას არ მოვცემთ ამ ახალ უწყებაში, მაგრამ კი მომიწია შექება ბატონი ლილუაშვილისა აი ამ ბანდიტი, ესე ვიტყვი, კობახიძესთან ჭიდილის გამო და ლილუაშვილს თუ ვინმესთან იქნებოდა მეტი არგუმენტი ხო წარმოუდგენელი იყო, მაგრამ კობახიძესთან ყოველ მეორეს არა, აბსოლუტურად ყველას აქვს მეტი და მეტი არგუმენტი ნებისმიერი იმ პირისაგან თუ პირთაგან, ვინც მასთან პოლემიკაში შევა ნებისმიერ საკითხზე, იმიტომ რომ ქართული ოცნების ეს ერთ-ერთი ღერძი ბატონი კობახიძე არის საკმაოდ მსხვილი, ეგრეთ წოდებული, გართულად როგორ არის, ესე ფუნჯის გასმა ქართული ოცნების რუსულ ქართულ დროშაზე, კედელზე, რომელიც ქართული ოცნების ფერებზე თუ ვიგავამახვილებთ ყურადღებას ცისფრად არის შეღებილი, თუმცა ესეთი რუსული ფერები თეთრ, ლურჯ, წითელი, რასაკვირველია, უხვად არის შეფენილი ქართული ოცნების პოლიტიკაშიც და ქართული ოცნების გინდა ბიძინას, გინდა კობახიძეს და გინდა ორივეს კედელზე. ნახვამდის.